მოგესალმებით. მე ვარ ლევან ლაბარტყავა და ეს არის რუბრიკა უძრავი ქონების ნავიგატორი. რუბრიკის წამდგენია ბოტანიკა. კომპანია, რომელიც ქმნის და სრულად მართავს თქვენს მწვანე სივრცეს. დღეს ვისაუბრებთ მშენებლობაზე და ურბანულ განვითარებაზე. სტუმრად ყავს ლევან დიასამიძე, იბერკომპანიის დირექტორი. მოგესალმებით ლევან. მოგესალმებით ლევან. პირველ რიგში მინდა ვისაუბროთ მშენებლობაზე და მიწების დეფიციტზე, რაც არის დღესდღეობით თბილისში. როგორ ხედავ ამ გამოწვევას, როგორ უყურებ, როგორც ერთ-ერთი დეველოპერული კომპანიის წარმომადგენელი, რა შეიძლება მომავალში დეველოპმენტის კუთხით, რა გამოსავალი შეიძლება მოძებნონ კომპანიებმა? ვფიქრობ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს სიტუაცია კიდე უფრო და უფრო ესე გართულდება, ესე ვთქვათ, მომგებიანი მიწის ნაკვეთების პოვნა ქალაქის მასშტაბით. შესაბამისად, უნდა დაიწყოს და ამის ყველა ნიშანი არის, რომ ქალაქის ჰორიზონტალური განვითარება იწყება. თუმცა ჰორიზონტალურ განვითარებას გაშლას სივრცით, ესე ვთქვათ, ძალიან ბევრი გამოწვევა ახლავს თან. ერთ-ერთი გამოსავალი ეგეც არის, რომ ქალაქში კიდე უფრო მაღალი კოეფიციენტების მქონე ნაგებობები, ესე ვთქვათ, განვავითაროთ, მაგრამ არც ისე სასურველი გამოსავალია, იმიტომ რომ ვიცით, რომ თბილისი ძალიან დატვირთულია, ესე ვთქვათ, ინფრასტრუქტურულად და ვეღარ უძლებს იმ ესე ვთქვათ მოსახლეობის რაოდენობას, რაც 1 კვადრატულ მეტრზე არის დღეს ქალაქში. ჰორიზონტალურ გაფართოებაზე ისაუბრე. მოდი ჯერ ამაზე კითხავ და მე სხვა საკითხებსაც შევეხები. საით ფიქრობ შენი გადმოსახედით, რომელ მხარეს უნდა განვითარდეს თბილისი? ეს არის რუსთავის მიმართულება და ეს არის საგურამოს მიმართულება, მცხეთის მიმდებარედ და ესე ვთქვათ გაგრძელებაზე და ასევე გარკვეული აქტივობები არის კახეთის მიმართულებაზე. ძირითადად აი ამ სამ ნაწილს გამოვყოფდი და ამას გამოვყოფდი იქედან გამომდინარე, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა უკვე განვითარებულია და სხვა, ესე ვთქვათ, კომუნალური ნაწილი, ელექტროენერგია, წყალი და ასე შემდეგ. ეს არის გამოსავალი, ეს არის ქალაქისთვის ამოსუნ თქვა, იმიტომ რომ ყველას გვესმის, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი მომგებიანია, ქალაქი დღეს ძალიან გადატვირთულია. შენ ისაუბრე ასევე მომგებიანობაზე, ამ ბიზნესის მომგებიანობაზე. არის თუ არა ძველი შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება მომგებიანი ამ მიმართულებისთვის და რამდენად ხედავ აი აქ ამ ბიზნესის მომავალს? დღესდღეობით ძალიან ბევრი სირთულეა. არაერთ პროექტში შევსულ ვართ და წავწყდომი ვართ უამრავ პრობლემას. ერთი არის მოსახლეობასთან პრობლემა, რომლებსაც ზოგს სურს ამ პროექტს განხორციელება, ზოგს არ სურს, ზოგს ესმის ბიზნეს მოდელი, ზოგს არ ესმის და ითხოვს ბევრად მეტს, ვიდრე შეიძლება ბიზნესმა გადაუხადოს. მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებზე, სადაც თბილისის მერიამ, ესე ვთქვათ, გამოისყიდა და სრულად ჩახურულია მესაკუთრესთან დაკავშირებული პრობლემები. ესეთი პროექტების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია გასაყიდი ფასი, რომელიც მოაქვს ეკონომიკის ზრდას, იყოს მაღალი. შესაბამისად, მოდელი რომ შედგეს, ან ფასი უნდა გაიზარდოს, რომელიც ესეთ ძალიან სწრაფი ტემპებით არ იზრდება ესეთ ძველ უბნებში, ან დეველოპერს უნდა მიეცეს სხვაგან თუნდაც კოეფიციენტის რაღაც ნაწილი. აი შენ ახსენე, მოლაპარაკება არის რთული მაცხოვრებლებთან. ეს პროექტი ხო რეალურად ყველასთვის კარგია, ანუ ძველი შენობა, რომელიც დაბზარულია, ჩანაცვლდება ახლით, იმ მოსახლეობასაც მიეცემა ახალი ბინები, დეველოპერიც თავის როლს შეასრულებს და ბიზნეს მოდელს შექმნის და მოგებას ნახავს და თბილისის მერიისთვისაც კარგი იქნება, რომ ეს უსახური შენობები ჩანაცვლება. და სად ხედავ აი ამ ჩართულობას? საკანონმდებლო ბაზა არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და არსებობს ესეთი პრაქტიკები, როდესაც მოსახლეობის 75% თანახმა შენობიდან გასვლაზე, მონაცვლეობაზე 25%-ის ესე ვთქვათ დათანხმება აღარ არის აუცილებელი. მაგრამ ისეთ შენობებზე, რომლებიც არ არის კრიტიკულად ავარიული, ეს არის
პირველი, მეორე კატეგორიის შენობები, აქ შედარებით განსხვავებული სიტუაცია, ანუ ვერ აიძულებ მესაკუთრეს თუ 100% არ არის, რამოდენიმეჯერ მქონდა მსგავსი кейსი და ეს кейსები ვერ შედგა. ბოლო შეკითხვაც მინდა დაგისვა ლევან, რას ფიქრობ საომალო განვითარებას დეველოპერული კუთხით და ამ ბიზნესის და ზოგადად ამ მიმართულების. ჩვენ ხედავთ, რომ თქვით ერთი პრობლემა, რომ სულ უფრო და უფრო მცირე მიწაა სამშენებლოდ გამოსადეგი, ფასები აქედან ესეც ერთ-ერთი კომპონენტი არის, გამოც ფასები იზრდება. საით წავა ეს ბაზარი და რას ფიქრობ მომავალში, რაზე უნდა ვიფიქროთ ამ კუთხით განვითარება სად იქნება? მე ვფიქრობ, რომ დღეს ეკონომიკის დაახლოებით 9-10%-ის ფარგლებშია დეველოპმენტის დარგი, რომელიც მიანიშნებს იმას, რომ ჯერ არ არის გადახურებული, ესე ვთქვათ, ეს დარგი ეკონომიკისთვის და არ არის პრობლემის მატარებელი, ბაბლი არ არის, ესე რომ ვთქვათ რა. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ უახლოეს 5 წლის განმავლობაში აუცილებლად განვითარდებით და მე ვფიქრობ, რომ სწორი გზით მივდივართ. ასევე მაფიქრებინებს იმასაც, რომ გამსხვილება კომპანიების აუცილებლად გვექნება, სხვაგვარად არ ხდება ხოლმე. ამას ხელს უწყობს საბანკო სისტემაც, რომელიც პატარა დეველოპერებისთვის კრედიტები ნაკლებ ხელმისაწვდომი არის. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ ბაზარი განვითარდება და საკმაოდ მე ვფიქრობ, რომ ტემპი უახლოეს 5 წლის განმავლობაში არ შემცირდება თუ არ გაიზრდება. კი ლევან, მეც ესე ვფიქრობ და გეთანხმები სრულიად. მადლობა ესეთი საინტერესო და სასარგებლო საუბრისთვის. ჩვენი სტუმარი იყო ლევან დიასამიძე, ვისაუბრეთ ქალაქის განაშენიანებაზე და დეველოპერული მიმართულების მომავალზე, დეველოპერული სექტორის მომავალზე. მე კი მომავალ ოთხშაბათამდე გემშვიდობებით.